ძალება არის უფრო ინდივიდუალური აქტი და ამნისტიისგან განსხვავებით საჭიროებს კონკრეტული საქმეების ინდივიდუალურ შესწავლას. ამიტომ ისმის კითხვა, რამდენად მოასწრებს პრეზიდენტი მისი ვადის დასრულებამდე ყველა ამ ათასობით საქმის ინდივიდუალურად და სრულყოფილად შესწავლას. ეს არ არის ამნისტია და ავტომატურ რეჟიმში ვერ გავრცელდება ყველაზე. თუ კონკრეტული პირისთვის დანაშაულის ჩადენის შემაკავებელი ფაქტორი იყო ის, რომ ეს პირი იყო დასამართლები, თუ პირობითი სასჯელი ჰქონდა მას შეფარდებული, ბუნებრივია, მათ უკვე ეს შემაკავებელი ფაქტორი არ ეკნებათ. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ხელს უხსნის ათასობით ადამიანს, რომელიც სხვადასხვა დროს იხდიდნენ მსჯავრს, ან კიდე ახლა არიან პირობითი სასჯელით გამოსულები, რომ გახდნენ ქართული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები. არასწორი ნაბიჯი იყო ის ამნისტია, რომელიც გამოვიდა, რომელმაც არ გაითვალისწინა თუ როგორ მოხდებოდა შემდეგ საზოგადოებაში ადაპტაცია სხვადასხვა ადამიანების, ვინც ციხიდან გამოვიდა, როგორ მოხდებოდა მათი რესოციალიზაცია, ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხოლო ეს ნაბიჯი პირიქით მიმაჩნია, რომ ხელს შეუწყობს ამ ადამიანების ჩართვას ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.